ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გავაკეთო თქვენთან ერთად აჩმა ბლინის ფენებით. მართლა ამჯეროდა თუ ესეთი გემრიელი გამოვიდოდა, წამოდით მოვამზადოთ. არის თან ძალიან ადვილი, გაგიადვილდებათ, არ ჭირდება ამას ცომის ხარშვა, მერე ცივი წყლის გადავლება და გემოთი საერთოდ არ განსხვავდება, მართლა არის უგემრიელესი. აბა დავიწყოთ გაკეთება და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში. ავიღოთ 5 ცალი კვერცხი და გავთქვიფოთ კარგად, ჩემო ლამაზებო. შემდეგ დავუმატოთ 2 ლიტრი ცივი წყალი. გახსენით კარგად კვერცხი, როგორც ხედავთ ვიდეოში, წყალთან ერთად. შემდეგ დაგვჭირდება მარილი, 1/9 ჩაის კოვზი. აგრეთვე დავუმატოთ 4 სადილის კოვზი ზეთი, არ აქვს მნიშვნელობა რომელზეც დავუმატებთ. და შემდეგ დავუმატოთ ქვილი 5-6 ჭიქა 200 გრამიანი და ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში, რომ ეცადეთ ქვის კორკოშალები არ გქონდეს. თუ აქვს კორკოშალები, აუცილებლად გადაწურეთ. მე მომიწია გადაწურვა, ოღონდ ვიდეოში რატომღაც გამომრჩა, რომ მეჩვენებია. აი აქ თუ დააკვირდებით, კორკოშალები ჩანს. ხო, შემდეგ აიღეთ ბლინის ტაფა, ან რომელი ტაფაც თქვენ გსურთ, სურვილის და მიხედვით და დაიწყეთ ბლინების გამოცხობა. შეიძლება პირველი ბლინი გაგიფუჭდეთ, მე გამიფუჭდა პირველი ბლინი, მაგრამ არ არის ტრაგედია. და ესე გამოაცხოთ, სანამ არ გაგითავდებათ ცომი. კარგად გამოვაიდა, სხვათა შორის სადღაც 50-60 ბლინამდე გამოვიდა და მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენი აჩმის აწყობა. აიღეთ დიდი ჟარონა, როგორც ხედავთ, წაუსვით კარაქი, გამტნარი კარაქი. კარაქით შემოკარგებოდ დაგჭირდებათ 250 გრამი. კარგი გემოს კარაქი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელობა აქვს კარაქს, არათუ ვიტამი კარაქი. და ესე წაუსვით ჟარონაზე, დააფინეთ პირველი ფენა ბლინები, შემდეგ ისევ წაუსვით კარაქი და ესე კუთხეებშიც დააფინეთ ბლინები, რომ ეს ბოლოს დაგჭირდება, რომ თავზე გადმოვკეცოთ. შემდეგ აიღეთ ყველი, დაგჭირდება სადღაც 700-800 გრამი ყველი. მე ხარ საბერძნეთში ნამდვილად არ მაქვს ჩვენი გემრიელი მერული და სულგუნი, მაგრამ ვიხმარე ფეტა, ყველი და მოცარელა აური ერთმანეთში. თქვენ, რა თქმა უნდა, საქართველოში იცით რა ყველიც უნდა გამოიყენოთ. ეხლა აი ესე ფენად, როგორც ხედავთ ვიდეოში, ჯერ ბლინები, კარაქი, ყველი და ესე გააკეთეთ ყველაფერი იქამდე, სანამ ან ბლინი არ გაგითავდებათ. მე მაგათად მომჩა 5 ცალი ბლინი, იმიტომ რომ საკმარისი იყო. ხო, ჩემო კარგებო, აი ახლა ხედავთ, რომ ბოლო ფენა არის, აი ახლა გადმოვკეცავ თავებს, კუთხეებს, ლამაზად. შემდეგ დავჭრათ ჩვენი აჩმა და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი. გამოდის მართლა ძალიან კრაწუნა. აი ნამდვილად ვერ გაარჩევთ აი ეს ძველი აჩმის გემო, ჩვენ რომ ვიცოდით, ნამდვილად გემრიელი გამოდის. ნახეთ როგორ დაიბრაცა. იმედია გააკეთეთ, ჩემო ლამაზებო, კომენტარებში ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ როგორი გამოვიდა, ან თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და რეცეპტი. ძალიან მიყვარხართ ყველანი, ჩემი გამომწერები, ვინც მეხმაურებით, ვინც აქტიურობთ, გკოცნით შემდეგ გემრიელობა ვიდეომდე.